ბაჩუახალაიას ადვოკატის სასამართლოს მიმართავს. გიორგი ონიანი 2006 წლის 27 მარტს ციხეში მომხდარ გუნდთან დაკავშირებით აპირებს საქმის აღძვრას. ადვოკატი ამბობს, რომ მაშინ სასჯელ აღსრულების თანამშრომლების მიმართ შეგნებული თავდასხმა განხორციელდა. ონიანი არჩილ კბილაშვილს იმ 6 მაღალჩინოსნის საქმით დაინტერესებას თხოვს, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენებები ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე დღეში შეცვალეს. სრუჩვენების მიცემისთვის 6 მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის მოთხოვნით ადვოკატის არჩილს სასამართლოში დღეს შეიტანს. აღნიშნული პიროვნებები იყვნენ მაშინდელი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ შორის გიორგი ფოლადაშვილი, არსენ ხუხუა, ბატონი მალხაზ სინაურიძე, ვლადიმერ ჯაფარიძე, იმედა ლიპარტელიანი და გიორგი ხუხია. ეს ადამიანები არაერთხელ იქნენ დაკითხული და სასამართლომ გაიზიარა მათი ჩვენებები და ზემოაღნიშნულ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიუსაჯა ბუნტის ორგანიზებისათვის კონკრეტული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების უკანონო აკვეთა. ამის შემდგომ, როდესაც ბაჩუახალაია 2012 წლის 6 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში, დღევანდელმა ხელისუფლებამ განაახლა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, დაკითხა თავიდან ეს პირები და პირველ დაკითხვაში ამ ადამიანებმა დააფიქსირეს ზუსტად ის, რასაც აფიქსირებდნენ 2006-2007 წლებში. მაგრამ რატომღაც 2-3 დღის შემდეგ ყველა ამ ადამიანს გაუჩნდა სურვილი მიმართეს განცხადებებით პროკურატურას და აბსოლუტურად შეცვალეს თავიანთი ჩვენებები, რადიკალურად შეცვალეს.